მოგესალმებით ყველას. ესე იგი ჩვენ ვართ წალკის წყალსაცავზე, რათა ვითევზაოთ ქორჭილაზე. ცოტა გვიან მოვედით, უკვე არის 11 საათია ზუსტად. ანუ რადგან ესეთი გვიანი, ახლა მე უკვე წინასწარ ვიცი აგრა სიტუაციებიც არის ხოლმე. მე არ დავიწყებ დიდი თევზის ძებნას ჯერჯერობით, რადგან ამ დროს ძალიან ცოტა შანსია. და დავიწყებ პირდაპირ ესეთი პატარა ზომის სატყუარებით თევზაობას, რათა უფრო მეტი ეფექტი გქონდეს. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ მოვწდი ტეილსპინერებსაც, დიდ ყანყალებსაც და დიდ სილიკონებსაც მძიმე წონებით. დღეს მე ვითევზავ Favorite-ის Black Swan-ით, ეგ არის 3-დან 12 გრამამდე, 2.54 სიგრძე. და რაც შეეხება სატყუარებს, სილიკონებიდან გამოვიყენებ MT Bates-ის სილიკონებს. მაქვს თან რამდენიმე ფერი, საკმაოდ ბევრი, ესე ვიტყოდი. ჯერ გამოვიყენებ მომცრო ზომებს და რა თქმა უნდა ცდიან მაქვს ესეთი გაჩვენებთ. ესეთი ვარიანტები მაქვს. ასევე მაქვს კიდე სხვა მოდელებიც. ანუ ეს MT Bates-ი, ვინც არ იცით, ანუ ქართული წარმოების სილიკონია. რომელშიც გამოყენებულია ტოპ მასალები, იაპონურ ტექნოლოგიით დამზადებული სილიკონებია და ფერები რაც აქვს. ფირმას არის თავისი სპეცფერები, რომელიც არ იმეორებს სხვა სილიკონების ფერს. რა თქმა უნდა, ხა შეიძლება ესეთი ფერი სხვა ფირმასაც კონდეს, მაგრამ ტონი ამისი ყოველთვის განსხვავებულია. მე ხა ამ ეტაპზე დავაყენე ეგეთი მოდელი, ეს არის MT Bates-ის Dixie. დავიწყოთ. 3 გრამით ვიწყებთ თევზაობას. ეგრევე ჩარტყმა იყო. სუბუქი ძალიან, სავარაუდოდ წვრილი ქორჭილა, ისევ ჩარტყმა. ნემსკავს ვიყენებ ღია ნემსკავს 8 ნომერს. ესა Select-ის ახალი მოდელი ნემსკავი. დაჯდა. პატარა, მაგრამ მაინც ისეთი გაიბრძოლა 12 გრამიან ჯოხზე რო ვიგრძენი, ისეთი თლად პატარაც არ აღმოჩნდა ეს. ეგეთი გონჯილა დავსვით. რა თქმა უნდა, თევზს გავუშვებ. თევზი იმ შემთხვევაში წავიღებ თუ რაღაც დიდი ზომები გამოერევა. დაჩენ შემთხვევაში პატარებს გავუშვებ. ეს ნემსკავი არის, რასაც ვიყენებ. ეს SF2-ია, Select-ის ახალი ნემსკავი, ძალიან თხელი და ძალიან ბასრი. 8 ნომერს ვიყენებ ახლა. ზოგადად ბევრი დამწყები ამბობს, რომ თევზი ისეთი აქტიური იყო, ყველაფერზე მოდიოდა. კი, ნამდვილად ესეა. ეხლა აქ თევზს ყველაფერი დავიჭერ ჩვენ, მაგრამ ესეთ ჭერაში ყოველთვის გამორჩეულია კარგი მოდელი და ნაკლებად კარგი მოდელი. ანუ კარგი მოდელი ყოველთვის დაიჭერს მეტს. შეიძლება დაიჭირო დაუშვათ ჩვეულებრივი სილიკონით, რაც არ არის მომენტში ეფექტური დაიჭირო 30 ცალი და რაც კარგი სილიკონია, ის დაგაჭერიებს დაუშვათ 50 ცალს, 100 ცალს. ყველაზე მაგრად ეს ჩანს ტურნირებზე. როდესაც ტურნირებს ვატარებთ ჩვენ, მანდ, რა თქმა უნდა, ახლა წალკაშიც გქონდა ჩვენ ტურნირი, ყველამ დაიჭირა თევზი, მაგრამ მონაწილეები იყო, რომელმაც დაიჭირა განსაკუთრებით. ანუ ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ სწორი სატყუარა მუშაობდა უფრო მეტად. ეს არ შეეხება აქტიურ თევზს. თორე არის მომენტი, როდესაც თევზია პასიური, მაგ დროს ახლა უდაოლიდერია უკვე სატყუარა, რომელსაც მიაგნებ, იქ ყველაფერზე კი არა, შეიძლება 3%-ზეც არ მოდიოდეს თევზი. ამიტომ ყველაფერზე მოდის მართებული წინადადება არ არის, რადგან იმ ყველაფერზე მოსვლის დროსაც არის დიდი განსხვავება კარგს და ცუდ შორის. ოპარი. ხედავთ ახლა თქვენ როგორ მოდის ამაზე. აბსოლუტურად ყველა გადაგდებაზე მოდის. ეს საკმაოდ ისეთი მოზრდილი ქორჭილა. ანუ მე ვურჩევდი ყველა დამწყებებს აქ თევზაობას, რადგან თევზი მოდის ძალიან მაგრად და ეს სასწავლად არის ყველაზე მაგარი. ანუ თევზი როგორ ურტყამს, რა დროს უნდა გააკეთო ამოკვვრა, ანუ ადვილი ახლა ალგეთის წყალსაცავზე თბილისის ზღვაზე ესეთი აქტიური არ არის ხოლმე. მანდ უკვე ძირითადად უფრო გამოცდილები იჭერენ ხოლმე. და დამწყებს უჭირს მაგ დროს თევზაობა, რადგან
თევზის ჩარტყმა და ეგეთი იმდენად იშვიათია, რომ ვერ ხვდება როგორ გაატაროს სათხოვარა. აქ ისწავლით ძალიან ადვილად თევზაობას. დამწყებიც აუცილებლად საკმაოდ ბლომად დაიჭერს ახლა ამ ადგილას. არის. ახლა კიდევ უფრო დაბალი ტესტის ჯოხით ძალიან მაგარი იქნება აი გაეშვა. კიდევ უფრო ძალიან მაგარი იქნება თევზაობა. დაუშვათ კარგი იქნებოდა ხა აქ 5 გრამამდე ჯოხი, მაქსიმუმ 7 გრამამდე ჯოხი, რადგან მე ახლა ვიყენებ 3 გრამიან წონას და აი იქნებოდა ძალიან სასიამოვნო ამოსაყვანად, ჯოხიც უფრო მეტად იგრძნობდა თევზს და გართობა იქნებოდა უფრო მაქსიმალური. ნუ ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს დღეს, ვაპირებთ დიდი თევზის ვცადოთ, ამიტომ მე წამოვედი მაქსიმალურად უნივერსალი ტესტის ჯოხით 3-დან 12 გრამამდე. რათა შევძლო ყველაფერზე თევზაობა დღეს. ამასობაში მორიგი ქორჭილა. დიდად გასაკვირი მგონი არ უნდა იყოს. ზომები ისე ძველთან შედარებით ეხლა საკმაოდ მოზრდილებია. ესენი რა თქმა უნდა არ არის სახში წასაყვანი ზომები. ყველას მიყავს, მაგრამ არ არის. ზოგს ქორჭილა არ უყვარს, ვერ იტანს, მაგრამ მე თევზთან ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს. ყველა თევზი პატარა უნდა გაუშვა. ქორჭილა იქნება ეს თუ კარჩხანა, თუ საზანი, თუ ასე შემდეგ. ყველა თევზი, ანუ ზოგ ადგილზე დიდი თევზიც უნდა გაუშვა. ჩვენ სათევზაოდ დავდივართ გასართობად პირველ რიგში. ой, გამექცა ამასობაში. ოდნავ ანიმაციას უკეთებ, ოდნავ წამოხტომებას და ეგრევე მოწონს. დამირტყა, მაგრამ არ და აი როდესაც ახლა 8 ნომერს ნემს გავს ვერ იღებს, ის ძალიან პატარა ქორჭილა არის. აი ეგ იქნება ხა საკმაოდ მომცრო ქორჭილა. აი ეგეთი პატარა. ეს გვაწვალებდა ეს ქორჭილა. ანუ უკვე არ ვიცი 10 წელი დავიჭერე სილიკონი რა თქმა უნდა იგივე მაქვს. ანუ ერთი სილიკონით მე დავიჭერ ბლომად თევზს, იმიტომ რომ MT-ბაიცის სილიკონი მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ ტექნოლოგიაზეა და საკმაოდ რბილი სილიკონია, მალე ფუჭებადი მაინც არ არის. არ ფუჭდება მალე. ვიყო იქ რამოდენიმე ვარიანტი, დამწყებმა თქვა, რომ მალე უფუჭდებოდა, ისეთებმა, რომელსაც ალბათ სხვა სილიკონი არ უხმარია და არ იცის მალე გაფუჭება, რას ნიშნავს სილიკონით. მე ჩვეულებრივად ავალ დაახლოებით 50 ქორჭილას დავიჭერ ერთი ცალის სილიკონით. ერთი ცალის სილიკონით ახლა 50 ქორჭილას უდაიჭერ და იქ 52 რო ვერ დავიჭირეო და გაიხაო რო იტყვი, ინტრიგანი უნდა იყო. ჩვენ ვიყენებთ ტურნირებზე სილიკონებს იაპონურებს, ფაქტიურად ერთი ქორჭილა, ერთი ცალის სილიკონი, მაგრამ ეფექტურია და რა თქმა უნდა გვიღირს ეგ ტურნირზე მით უმეტეს და კარგი ყოველთვის ესეა. კარგი სილიკონი არის ძალიან ბირი და ფაქიზი. კლადმასეთი არ არის MT-ბაიცი, ანუ ფაქიზი და რბილი არის, მაგრამ ასეთ ფაქიზია, რა თქვენ ხედავთ ახლა მე არ გამიტიშია საერთოდ კადრი და სილიკონი არ ფუჭდება ჩვეულებრივად. იშვიათად მით უმეტეს წვრილ ქორჭილას ვიჭერ. წვრილ ქორჭილა მიწეს ხშირად გადაჭმა სილიკონის, მაგრამ აი თქვენ ხედავთ არც გადაუჭამია, არც არაფერი. ძლევს ჩვეულებრივად. აი მორიგი. ნახოთ სილიკონი როგორია. რა თქმა უნდა იდეალურია, არაფერი არ ჭერს. აი. ძალიან მაგარი ჭერა. აი დამწყებისთვის ახლა მე მოფესრებული მაქვს ეგ თემა, მაგრამ დამწყებისთვის ჩემი აზრით უნდა იყოს ეს ძალიან მაგარი გართობა, ხა დამწყების სპინინგის ჯოხსო შეიძენს, სათყვარებს შეიძენს და რომ მოვა და პირველი თევზაობა რომ ნოყიერი ექნება, ჩემი აზრით დაუვიწყარი უნდა იყოს დამწყებისთვის ეგ. აი, ისევ მორიგი. ცოტა შორია, მაგრამ ღირს. აი, გაიქცა. გაიქცა რა, უშავ შემდეგ გადაგდებაზე უეჭველი დავიჭერთ. მე შევცვლი მოდელსაც, როგორც გითხარით, დავაყენებ უფრო დიდ მოდელს და ვნახოთ აბა უფრო დიდ მოტყუებას თუ შევძვენ 60 დილას უეჭველი შევძლებთ. ეხლა ნაკლებად სავარაუდოა, აი, არც გამიტარებია, ანუ მიწაზე დავარნილი აიღო ჩვეულებრივად პაუზაზე. ეს საკმაოდ მოზრდილია. მოდი ახლა დიქსი შევცვალოთ.
ეს და ეხლა დავაყენებ მე რაი ამას ეს არის მიპარა ეგრეთ წოდებული შოკოლადი ეს არის მეორე ფერი ну წყალი ცოტა მუქია და ნახოთ ამდენად გაამართლებს აბა ცადოთ აბა ეს დავაყენებ ეხლა და ნახოთ აბა რა სიზამს მიპარა ის გავაგზავნებ მიპარა თითოეულობას გიორგი აყენებს იგივე მიპარას მაგრამ ეგ არის პირველი ფერი ანუ გვაქვს ესეთი იდეა ანუ დანიშნულება მოუძებნეთ პატარა ქორჭილას რასაც დავიჭერთ ამ 1 საათი იქნება თუ 2 საათის მანძილზე ყველას ჩავყრით ბადეში და ბოლოს ესე გრანდიოზულ გაშვებას გადავიღებთ რომ ანუ დაახლოებით რამდენი წელი დავიჭირეთ რომ ვიზუალურად ნახოთ საინტერესო იქნება გავაგრძელოთ არის არის მორიგი ქორჭილა მიპარაზე შოკოლადზე ეს შოკოლადი არის ძალიან მაგარი ფერი ძალიან მაგრად მოწონს ეგ ну მე გულისხმობ ადგილებში სადაც პასიური არის ხოლმე თუ ეხლა აქ რა თქმა უნდა ზოგადად ძალიან აქტიური როცა არის ქორჭილა აქტიური ფერის ბევრად ეფექტი აქვს ვიდრე პასიურ ფერს ну ეხლა აქ პასიურზეც მოდის მაგრამ აქტიური მაინც აჯობებს რაოდენობის მხრივ აქტიური აჯობებს მოეჭველებიც გავაგრძელოთ არის ეს რაღაც გამებრძოლა ეს ესეთი ჩასათვლელი ზომის ქორჭილაა ვიცი ყველა ჩასათვლელი შენ ჩასათვლელ ქორჭილას ვეძახით ანუ 17 სანტიმეტრს დაახლოებით და მაგიზევით რა წონაზე ხარ 3 გრამზე აგერ გიორგიც იგივე ჯოხით ევზაობს 12 გრამამდე შავიგედი დაიწყო ეგრევე პარსვა ეს არის მიპარას 01 ფერი აი გამექცა იჯდა მე მიყენია მიპარას MTBC-ის მიპარა 02 ფერი არის ავი ჩემი აზრით ახლა დამწყებმა ამაზე მეტი სიამოვნება რა უნდა მიიღოს აქ დამწყებისთვის არის ძალიან მაგარი ადგილი ახლა და ზომაც დამწყებისთვის იდეალური ახლა დამწყები არ მგონია რომ პირდაპირ დიდ ქორჭილას ეძებდეს ანუ თევზაობის სასწავლად არის ზეიდეალური სიტუაცია ახლა აქ რაც ხდება არის ну მე რა თქმა უნდა ხა ესე არ გადავიღებ ამას მიყოლებით გავაკეთებ დიდ ნახტომებს და ბოლოს ნახოთ რას დავიჭერთ იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული არ მგონია ხა რამე მოხდეს უბრალოდ მოდელების გადავიღებ სხვადასხვას და მაინტერესებს ერთი ცალი სილიკონი რამდენ ქორჭილას გაუძლებს ну ეს მიპარა კიდევ უფრო გამძლე მოდელია და სავარაუდოდ ამას ვერასოდეს ვერ გააფუჭებს ну მინიმუმ 50 ქორჭილას ჩვეულებრივად გაკაჭებს მოდი ახლა შევცვლი ამ შოკოლადის მიპარასაც მაინტერესებს ამე აქტიური თუ მაგ წამოღებული შატრეზი 06 ფერი ეგ მაინტერესებს ძალიან მაგრად 06 ფერი რაღაც ვერ შემამჩნია რომ მქონდა თან თუ მაქვს ძალიან კაი იქნება ესე იგი დავაბრუნოთ მიპარა აი მქონია დიქსი მაქვს ეს არის დიქსი აქტიური ფერი 06 ეგრეთ წოდებული შატრეზია ეს არის უვი ნათებით ანუ ინფრაის ფერსხივებზე მკვეთრდება არის საკმაოდ მოღუნდა ჯოხი ჩათვლადი ზომა
როგორ ხარბად გადაუყლაპია ბოლომდე. დიქსი. ან ჯერჯერობით მაგი ნემსკავი იგივე. ანუ ნემსკავი ესე არ გამიტესტია რომ აბა რამდენი ცალთევს ეყოფა. ჯერჯერობით ბასრია. რა ვერტი 20-30 კორჯინა მინიმუმ დავიჭირო უკვე. ნემსკავი ჯერჯერობით ბასრია იგივენაირად როგორც ახალი. ჩემი აზრით 100 კორჯილას ჩვეულებრივად ეყოფა. ზოგს ამუდამო ქონია ნემსკავი და ესე არ არის რა თქმა უნდა, ნემსკავიც ბლაგდება. ნემსკავიც უნდა შევცვალოთ ხოლმე. მაგრამ რესურსი ნამდვილად დიდია გამ ნემსკავს. გაიდარტყმა მქონდა დიდ კორჯილამ როგორც იცის, მაგრამ არ დაჯდა სამწუხაროდ. აი მაწვალებს უკვე პატარა. არის ძალიან ბევრჯერ დაარტყახეს მოსდებდა თან. იმისა. მოდი ახლა ესეთი წინასწარ გამოვაჩენ პირველად ვიდეოში ეს არის ახალი მოდელი ფირმა MT Bytes-ის. ამდენად დაინახავთ. ეს არის სლაგი 45 მმ-იანი, ეს არის ძალიან პასიური კორჯილას მოდელი, რომელიც ეფექტური იქნება ზამთარში ზადებზაოთ. ეს არის მოდელი მელტანა. ჯერჯერობით არ არის გაყიდვაში. იქნება ალბათ დაახლოებით 2-3 კვირაში. ჩემ ზადების პროცესშია. აი ეგეთი ძალიან აი გაყინული როა თევზი მაგ დროს გამოსაყენებელი მეთოდია. სიცივეების პერიოდში ძირითადად. ცდინო დიდხანს არ დავაყენებ. მე უკვე ცადე ბევრჯერ და წინასწარ ვიცი რაც არის. თავცადე თბილისის ზღვაზე და ალგეძე ისეთ ადგილებში სადაც თევზი ძალიან პასიური იყო და წვრილ თევზს ძალიან მაგრად იჭერდა. თან მხოლოდ ეგფერი მაგ ახლა შარტრეზი. უბრალოდ ეს უცებ შემხვდა ახლა ყუთში და გაჩვენებთ ბარემ. და მე უკვე როდესაც მზად იქნება ეს სილიკონი და ხელმისაწვდომი იქნება, სრულად შემოგთავაზებთ ვიდეოს მის ანიმაციას და გატარების მეთოდებს თუ რომელია ყველაზე საუკეთესო ამ მოდელისათვის. მოდელის სახელწოდება არის მელტანა. ნახოთ აბა გავაგრძელოთ. იყო დარტყმა. არის ესაა ჩვენი მელტანა. ერთი თევზი კიდე დავაჭერიოთ ან ორი და მე სხვა ფერი მინდა რომ ვცადო კიდე. სილიკონი უნდა გავასწოროთ აუცილებლად კარგად. სწორი ფორმის სილიკონს აქვს ყოველთვის უფრო კარგი შედეგი. აქეთ გიორგი პარსავს მიპარაზე. ჩვენს თევზის ჩასაყრელში ნელ-ნელა გროვდება თევზი. არა ჩასწრებია და გაუშვა. რა თქმა უნდა ხა რო ვაგდებ ბევრი ცდება და ფერთავი წყალში ვარდება. მაგრამ იმდენი რაოდენობა მაინც დაგროვდება მან დრო თვალსაჩინო იქნება. იყო დარტყმა. ძალიან გიჟივით ზედიზად რა ხდება. პატარა კორჭილა ეკი და მგონი არის. როგორც გითხარით ეს არის პატარა კორჭილას თევზი და ხა აქ იმდენი თევზი დგას. ჩაგდებული არ მაგ და ეს ჰაერშია ეგრევე დარტყმებია. გრძელდება მოკლედ პარსტრები. არა, აშკარად მოიმატა ზომამ. ყველა ჩათვლადი მოდის თითქმის. არის. მოდი რაღაცა პერიოდი ავიღოთ ახლა. მთელი დღე ესე ხوار და ვიჭერდი. და რომელ საათია? 40 წუთი ზუსტად. 40 წუთი ეს მანძილზე დავიჭიროთ და ვნახოთ რამდენი იქნება. და ამით მოვჭეთ. დიქსი და მიპარა ებრძვის ერთმანეთს. ვარდიქსი.
ჯერ არ ჩაძირულა. ჩაიძირა. წავიდა უცებ მინდა ახლა. დრო გაქვს მხოლოდ 40 წუთი, უკვე 39. ძალიან სუბოქა დამერტყა და არ დაჯდა. არის. არ გაძეხი იჭერით. ნუ მე გადავახტუნე ხა დრო. 7 წუთი დარჩა და ხო არ მოვრჩე თვითონ. ესე არ დაგვეხოცა სამის მეშინია უკვე. აი მოიცა ამას ამოვწევ. რა დროსით რა ვიცი. ამას ამოვიყვან და გავუშვით. ნუ დაახლოებით 35 წუთი ვითებზავით. არის. ძლიერად დაარტყა ძალიან. ოპა. მიპარა ახლა ლურჯ ფერზე ვარ მე ამასობაში გადასული. გონი გავუშვათ ჯობს. ნუ ყველა აქ მაქსიმუმი იქნება ალბათ 22 სანტიმეტრიანი ქორჭილა, ძირითადად არის 17-იანები, ესეთ 17-18-იანები. ნუ ერთი 50 წელი მინიმუმ ავაცილეთ იმას. ბადის ჩაგდებისას. ანუ ძალიან მაგრად მოდის, ახლა ამაზე მეტი გართობა არ ვიცი. სასწავლად არის ძალიან მაგარი. აი რამდენი იყო? 2 წელი შეუძლოთა 3 წელი. მაგრამ მოძრაობენ. აი, ქორჭილას 2 წელის მინუსი არ იქნება ახლა დებიციტი. მოკლედ შენივრად გავერთეთ. ანუ გვაქვს ახლა ცოტა სხვა გეგმები მე საღამოს თევზაობებზე. დილის დაგვიანებული თევზაობაზე ძალიან მშვენიერი თევზაობა გამოვიდა. ანუ ეს სიახლე არის ხა დიდად იმტიბაიცის სილიკონები. ყველა მათგანზე დავიჭიროთ. ჯამში ალბათ თავით სანამ შეგროვებას დავიწყებდით. ჯამში ალბათ 1 საათში დავიჭიროთ სადღაც 300 წალი ქორჭილა. ეს ახლა უბრალოდ მოსაბესრებელია მე. წარმატებები ყველას და შევხვდებით მომავალ თევზაობაში, სადაც იმედია იქნება დიდი ქორჭილები. აბა დროებით.